სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა ყველა ეკლესიაში, მათ შორის გორის საკათედრო ტაძარში. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძვანო და დანო, ყველას გილოცავთ. დღევანდელ დღესასწაულს მირქვას უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესის. მოგეხსენებათ, რომ ეს დღესასწაული არის დაკავშირებული მოვლენასთან, რომელიც აღწერილია წმინდა წერილში. როდესაც მაცხოვარი ჩვენი და უფალი იესო ქრისტე მისმა მშობლებმა, ყოვლადწმინდა დედაღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა მიიყვანეს სოლომონის ტაძარში, ტაძარი, რომელიც იყო და არის დღესაც ებრაელთა ერის მთავარი სიწმინდე. დღესასწაული აღდგენილი ძველი წესის ლამპრობის მიხედვით აღენიშნება, რომელიც სანთლების კურთხევასა და ანთებული სანთლებით ტაძრის შემოვლას გულისხმობს. მირქმა ღვთისმშობლის მიგებების დღესასწაული უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. ყველა მაცხოვრებელს, ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებლს ბედნიერებას უსურვებ, ბედნიერებას, ძლიერებას. ორივე სიკეთებს ცხოვრებაში, რაც კი არსებობს და დღევანდელ პირობებისთვის კიდევ ქართველებისთვის დიდება. გილოცავთ მირქმას. გილოცა თელ საქართველოს. საქართველოში მცხოვრებ ყველა კარგ ადამიანს. ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, გახარება, გამრავლება. მართლმადიდებელ საზოგადოებას ულოცავ დღევანდელ საუფლო დღესასწაულს. უსურვებ სიმშვიდეს, სიყვარულს, სიხარულს, ღმერთმა არ მოგვაკლოს სიკეთე. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.